ვა, რამდენი ხანია მეგობრებო, აი ესე პირისპირ არ დამждარვართ და არ გვისაუბრია. სულ რაღაც ერთი კვირაა, ხო? ხვდებით ხო როგორი გააქტიურებული ვარ. მოკლედ, დღეს ვიღებ ვიდეოს, რომლის პირველი ეპიზოდიც მოგეწონათ თქვენ და ჩემი ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნების ჟამს დადებულმა ვიდეომ 20,000-ზე მეტი ნახვა დააგროვა და რატომაც არა გადავიღებ მეორე ეპიზოდს თქო ფიქრობ. დღეს მაგ გეგმაში რომ გავტროლო ჩემი ძმები, ჩემი ძმა იუთუბერები, ვეცდები მაქსიმალურად რომ მათთან ახლოს ასოცირებული თემატიკები შევარჩიო, რადგან უფრო ახლოს იყვნენ აი ამ დაძაბულ სიტუაციასთან. მე კი მანამდე გეტყვით რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციის მომცემი, ამიტომაც თქვენი მხარდაჭერა მჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ мотиваცია მომცეთ, რათა გავაგრძელო ჩემთვის საყვარელი საქმე. დავააქტიურე და დავძარი ჩემი გეიმინგ არხიც, რომლის ლინკიც აღწერაში იქნება და შეგიძლიათ გადახვიდეთ და გამოიწეროთ, ვისაც კაუნთერის ინტერესი გაქვთ და კაუნთერი გევასებათ, სადღაც გამოჩნდება აქ ჩემი ელო, შეგიძლიათ გამომბრძანდეთ და ნახოთ ჩემი გეიმპლეი. ამიტომ კაუნთერის კონტენტი დაიდება იმ არხზე და სასიამოვნო იქნება თუ გამოიწერთ არხს. მე კიდე აქ გავაკეთებ ერთ ძალიან მაგარ სვლას, მოვკლავ ბიშოპს და შემდეგ დროთა განმავლობაში სხვა ბიშოპებიც დაგვემშვიდობებიან, ამ შემთხვევაში თეთრები ალბათ. შეიქმნა საიტი, რომლის სახელიც არის მიწერეჯი, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ გაუგზავნო SMS-ი შენს მეგობარს ანონიმურად ნებისმიერი სახელით. ნუ ასახელსაც დაარქვევ. მოკლედ, ჩვენი პირველი მსხვერპლი იქნება Channel LC, როგორც იცით, Counters მაღალ დონეზე თამაშობს, ფლობს ეგ ბიჭი კიბერსპორტს. დარწმუნებული ვარ, რომ მის ცხოვრებაში ყოველთვის იყო აუხდენელი ოცნება, რომ ეთამაშა ძალიან დიდ სცენაზე, ვიტალიტში, ან სადმე ნებისმიერ სხვა გუნდში. ამიტომ დღეს გადავწყვიტე, რომ LC-ს მივწერო ვიტალიტის სახელით, თითქოს გუნდში აიყვანეს. და ისინი აპირებენ შემდეგ ჩემპიონატზე რომ ითამაშონ LC-სთან ერთად. მოდი დავრეკოთ LC-სთან. იმედია რეზი მიპასუხებს. ალო? Здорово. რეზი გესმის? მესმის. ბიჭო, როგორ ახარ აშვებ? აუი, არაფერს, წეღანავდექი და დასვამდი გამოვხიზდი ტელეფონში შავზვერი შერაშვები. რა ვიცი, არ ამიშავს. ბიჭო, რაზე გირეკა ვიცი? შენი ვიდეო ნახე რა. ხო და მე ხო ორი არხი მაქვს, კაროჩე და ერთი არხით რომ ნახე, მე ისე მოხდა რომ მეორე არხზე მქონდა გადართული, კაროჩე რა და მეორე არხიდანაც რეკომენდაციებში ამომივარდა ხუაზე ხარ რა, ეგ ვიდეო. და მეთქი ვჭამდი თან ხუაზე ხარ და მეთქი კიდე ერთხელ უყურებ თქო რა, ისე შემიყოლა პირველად მაგ ვიდეოს რო უყურებდი რა. მეორე ვიდეოში, კაროჩე რაღაცეები დამაკლდა რა. რაღაცეები ამოჭერი? ხო, ბიჭო, 2 წუთიანი მონაკვეთი ამოვჭერი, მოგწერა იმ ერთ-ერთმა ხალმა და რატო? ბიჭო, ისო რა ქვია, ნებას თუ არა გიგიათ და იდეაში ავიღეთ რა, ვიცი მე ეგრე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში და ნუ მაინც ამდენ კამაც დაეხა იმას და იმას ნუ თავის ტკივილს ამოვიღეთ 2 წუთიანი მონაკვეთი და ვაპირებ 3-3-ზე გადაღებას რა, დღეში წავიდეთ 24 საათი იმენას survival mode-ი გვექნება, გადარჩენაზე იქნება. ეგ ჩემი სფეროა, ბებერ. ბიჭო, სხვათა შორის SMS-ი მომივიდა, Counter-ზე ვფიქრობდი გაკრასო, ხო არ დაუბრუნდე თქო სტრიმებით თქო რა. ხო. და SMS-ი მომივიდა, რომ ისო, კაროჩეო, შენ სკილებს და პოტენციალს უყურებო რა. უყურებთო. და ძალიან გამიხარდებაო, რომ Counter-ის თიმში მოგიწვიოთო და ბიჭო, ყოლევდი ხუაზე ხარ მეთქი ამ რაღაც ტაიმინგია. როდის მოგივიდა? და მაგრად გამისწორდა. ბიჭო, რამდენი წუთის უკან? აშკარად. ვისგან მოგივიდა SMS-ი? ვინ რა გუნდზეა ბაზარი ძმა? ბიჭო, რაღაცა გუნდი არის, არ ვიცი. Counter-ში მოგწონსო შეგიძლიებიო და პოტენციური მოთამაშე ხარო და მაგრა გამისწორდა ეხა რა, გაგრას მაგ თემებში დაბრუნება მინდა და Counter-ის დვიჟენიებში და რაღაცა მე მგონი ბედი გამიხსნა ძმა. ბიჭო, მომისმინე, რამდენი ელო ხარ ეხა? ბიჭო, 2100. ბიჭო, ხო არ დაბერდი ძმა, რა გუნდი და რა Counter-ი? 700 ვარ, 100 ჯვარი მწერია. 2700 მეც ვარ შეჩემ. 3500 ვიყავი და რო არ თამაშობ. 3600 მქონდა პიკელოზმა საქართველოში პირველი ვიღა. ბიჭო, კარიგანას სადაც იმას შევიდა BC თიმში ძმა 40 წლის არის, ესე იგი კიბერსპორტში არის კიდე რომ 30 წლიდან კარიერა ავიწყო და მართლაც მოდედი გამეხსნა მე მგონი. შენი აზრით რამდენად შესაძლებელია? ეხა მე მესმის რომ შენ რაღაცა ოცნებებში ხარ და რაღაცა, მაგრამ რამდენად შესაძლებელია რომ ეხა შენ გუნდში აგიყვანონ ძმა? ბიჭო, რავი, გეუბნები ეგრე კარიგანას მაგალითად თქო კაცი 40 წლის არის და არ ბერდება რა და არის დიდი შანსი რატომ რო ჩაუждე შემიძლია ძმაო რომ არანაკლებ ანუ ეხა დონკას და იმას ვერ შევედები, მაგრამ ჩემს საქმეს ვიტყვან სტაბილური იდეალური მოთამაშე ვიქნები ჩემი აზრით. მინდა რომ რაღაცა გითხრა და გეხვეწები არ მიწყინო რა და თბილისში რო ჩამოვალ ისევე შემხვდი როგორც აქამდე უნდა შემხვედროდი ხუაზე ხარ რა ეგ SMS-ი. რაღაცა შემომაპარე შე. ეგ SMS-ი მოგწერე მე ძმა.
აი ეგ ვიტალიტიდან რომ მოგწერე SMS-ი, Team Vitali. არ მიწყინო რა. შემეშვი ხა შოკი მაქვს. შემდეგი ჩვენი მსხვერპლი იქნება ხიდეშა და ჩვენ უნდა მიწეროთ ახლა ესეთი ტექსტი თბილისის დინამოს სახელით. გამარჯობა ბატონო გიორგი წერტილი. თვალს გადევნებდით მთელი ამ დროის განმავლობაში YouTube-ზე და გვსურს გუნდში აგიყვანოთ სატესტოდ ერთი თვის ვადით. ოპერაცია გაიკეთა ხიდეშამ სხვათა შორის და თან ფეხი უფრო კარგად უნდა კონდეს წესით და რიგით და მოვიკითხოთ აბა. როგორ ახარ ბებერო ტო? ავიცი ბაბული, რამდენი ხანი არ მინახი ხარ, არ მომიკითხი ხარ. რანაირი ძმაკაცი ყავარეს რა არითო. როდის მოდიხარ, როდის თბილისში? ბიჭო 9 მაისში თბილისში გეყოლები რა. ბებე, რაზე გირეკავ ოპერაცია გაიკეთაო ხოაზე ხარ ზიპო მითხრა და როგორა აბა? რეაბილიტაციიდან ეხა მოვდივართ რა. კარგად ჩაიარა მენისკი ამოვიკერი, მაგრამ მაწუხებდა. ბიჭო ეგ აღარ ვიღებდი ვერაფერი. ბიჭო ეხა როგორ გზნობ თავს მე ეხა? ბიჭო რა ვინა არა ნორმალურად რა. კარგად მიდის ერთ-ორი კვირა ადამჩა რეაბილიტაციის რა და ეგა გადავა. და რო რამე ფეხბურთსაც ითამაშებ ესე იგი. მაგითო გავიკეთე თორე შემეძლო რომ აგამეკეთე მაგრამ ფეხბურთს აღარ უთამაშე და სადაც მაო ჩემაყურებელს რო ანახე. ბიჭო ნახე მომისმინე წამიწმაო მე შენზე ვიცი გუშინაც ბაზრობდით ხოლზე ხარ ზიპო მებაზრებოდა მე შენზე ვიცი რომ ძალიან იჭიერი იყო კაროჩეო ხოლზე ხარო ფეხბურთსო იმენაო მაგრა თამაშობდაო ხოლზე ხარ პროსტო ეს არის ბიჭო ეხა მეღადავდი გამარჯობა მთელი ამ დროის YouTube-ზე და ქსურს გუნდში აგიყვანოთ სატესტოს ერთი თვის ხადაო ბენოსენ თუ მართლა იძახენ ხა ბიჭო გამარჯობა ბატონო ლევან თვალს გადევნებთ მთელი ამ დროის განმავლობაში YouTube-ზე და ქსურს გუნდში აგიყვანოთ სატესტოს ერთი თვის გადაობენ ხა აუ შე ბიჭო დაგერხევა რა უეჭვე შენაკეთების რაღაც პროგრამით რო არის არა რა მე ვაკეთებ დინამო მოგწერა ბიჭო მიღადავები ხა რაღაცა ხო გამიხარ და გამოყნეთ კი რა ხდება და გამასცენ და შენ გელაპარაკებოდ ბიჭო როგორ აეწყო დაამუღამე ოპერაცია გაიკეთე და SMS-ი მოგდის რომ დინამოში უნდა ითამაშო არა ბიჭო ვაფშე სხვაგან წავედა მე ესე გამახა დოტიაში და იმათ რო ვიყავდი ვიდეოში უნამუსო ხარ ბიჭო მენა ბაზარი არა შენ თბილისში ჩამოხვალ და გნახავ ძმა ხარაშო ბებენ მე პრობლემა არა მაქვს ძმაო აუ გარაგამისწორ კარგი ხიდეშ კარგი ჩემი ძმა ხარ დავაი უდაჩი გამოჯამთელებას გისურვებ ძმაო გულები გაუსპამოთ ხიდეშას გამოიწერეთ არხი მეგობრებო და გააქტიურეთ ზარისღილაკი ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია მე კიდე მანამდე თეთრ ბიშოპს მოვკლავ ოღონდ პაიკით არა იმიტომ რომ პაიკების სტრუქტურა არ დავარღვიო მოვკლავ ხედრით. ეხლა მე უნდა დაურეკო მილოვას და უნდა მივწერო აი ესეთი შინაარსის ტექსტი. ეხლა გავამზადოთ მაგალითად. შევიდეთ აქ და ჩავწეროთ ენერგო პროჯე ესე იყოს. და ტექსტი ჩავწეროთ ესეთი. გამარჯობა ბატონო გიორგი. თქვენ გეკისრებათ დავალიანება 7540 ლარის ოდენობით გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენ ჩაგეჭრებათ დენი. მოკლედ ამ ტექსტს გავგზავნი მილოვასთან და დავრეკავ და ვნახოთ მილოვას რეაქცია როგორი იქნება. ალო? გესმის? ხო. რაშუები ბებერტო? ბიჭო არაფერს ბაიქებ შენ ტო. იასნია ჩემი ლაქშერი ძმა, ჩემი ფულიანი ძმა კაცი, იასნია. სულ მანქანების გათამაშებებში როა და სულ დუჟუხებში. ბიჭო სახლებს როდის გაათამაშებთ ერთი ბაითი ბათუმში რომ აჩუქო. ბიჭო აი არ ვიცი. ანუ თემაში ხარ ესე იქ. როდის ათამაშებ მანქანას შეჩემ? 25-ში ათამაშებ მანქანა. მე არ გენანება ძმა, რამდენი ფულიც მაგაში გაქვს. გადახდილი ძმა. ჯერ ლეგენდა მანქანაა ვაფშე. YouTube-ია ტო. იასნია, ჩემი ლაქშერი ძმა. იმენა მასე იასე მელეხი ხარ, იმენა მელეხიტო ხარ რა. იასნა რა დავარიგოთ მანქანები. იასნია, ბებერი, იასნია. მე ჩამოვდივარ თბილისში 9 მაისს, ძმა. 9 მაისს? Yes, 9 მაისს მანდ ვიქნები რა. და 9 მაისს რა ხდება? ბიჭო, არაფერი რა, მოვდივარ რომ მანდ ვიდეოები გადავიღო და რაღაც კოლაბორაციები და დვიჟუხები და თავისი თემები. სადარამე? Yes, სულ კოლაბებში უნდა ვიყო რა. მე ხო იუთუბერი ვარ თან full time თან. ბიჭო ხო, ჩვენ გველა ხომ რა ხდება ძმა?
რა ხდება შიჩემ? ეხლა მომივიდა მე ძიჭი ბატონო გიორგი თქვენს დავალიანება 7960 ლარი. გადაიხეთ აგეჭრებათ გენი. ეს სადმე ანუ ეს ამის უნდა დავულებ. 7000 ლარის რადენი დაწვი შეჩემა მე გადავები? თან დავალიანება გეკითხება ხმა. ბიჭო, მე ვიღაცა ხო არ გიზის ხაზზე ძმა შემთხვევით. ბიჭო, მესიჯი მომივიდა იმენა ენერგო პოჯია. გამოხარ. ბიჭო, იმენა ენერგო ნახდათ, გადაამოწმე ვინმე ხო არ გეკაიფება, ნომერი არ ჩანს. არა, თქო, იმენა მაგათი გამოგზავნილი. ენერგო პროსი? იმენა, თქო, მესიჯი მომივიდა ეხლა. რა, დავალიანება ეს 7000 ლარი. ეს ნებო 40 ლარი. ბიჭო, დავალება დაიხა. დაურეკე ერთი, დაურეკე ძმა. ესა. შოკი მიიღო, ისედაც ხო სამსართულიანი ბაითია, კაროჩ, მაგრამ 7000 ლარი რა ამბავია ძმა. აუ ეს მენა შოკში ჩავარდა, დაურეკო ერთი, არ დაურეკოს მართლა ბიჭო. ალბათ ენერგოპროში გაარკვევენ ბატონ მილოვას, მელეხიტოს, რომ 7540 ლარი არ აქვს გადასახდელი. მარტო იუთუბერები რო არ გამოგვივიდეს, მეგობრებო, მე მყავს ერთი ესეთი ძმაკაცი, ქუთაისელი. ოღონდ ეს არის ძალიან ემოციური ტიპია და რაღაცეებთან აქვს ძალიან ესეთი სენსიტიური დამოკიდებულება რა. ვიღაცეებთან უფრო ვიდრე რაღაცეებთან, მაგრამ მაინც სენსიტიური დამოკიდებულება აქვს. ეს კილოკავი, რასაც ჩამოიტანა ქუთაისიდან, იგივე კილოკავი ძალიან იშვიათად რო როლში გამოგადგეს და მაქსიმალურად ცდილობს ეს ბიჭი, რომ თავისი დიქცია გამოასწოროს რა. ოღონდ ამის ლექციებიც აქვს ამ ბიჭს და რა ვიცი ყველაფერი, ანუ მუშაობს საკუთარ თავზე რა, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს ქუთაისლური ვაიბი იმენა არის გნას მიხვდი რა ხო ხდები რა პროკურატურა გთხოვთ მოგზადეთ მეორე განყოფილებაში რა შვები თომა რა ვიცი რა შვები როგორ რა ვიცი რას ვიზავ ბიჭო რამდენი ხანი არ მომიკითხი ხარ რა შვები რომ ვახარ მე მგონი მე რო გიდეკავ მე უფრო მერთვება მე ქუთაისლური ვიდრე შენ ბიჭი რა ვქნა სწავლობს ხარ აგინდა რო რა ვიცი მეტი რაღა უნდა ქნა ხუაზე ხარ პროსტა თემა რა არის იცი იმასა რომ დადიოდი რა ქვია ის ენის გასატეხებს და რაღაცეებს რო გასწავლი და მაგის ამბავში ისევ ეწყობი თუ ვერ ეწყობი თუ ისევ ჩხუბობ თუ ნიშანი დაგიწერა ვაფშე ბიჭი რა ნიშანი ჯერ არ დაუწერია და როდის დაწევს მაინტერესებს მეც აიწო თუ პროკურატურა ოთ მე ორი განყოფილა თან იქორია მოიხადე თქვენ მოკალაგრები ვარდებოდა და ამასთან დამაშავე დაი დამაშავე უნდა მოიწყო შიყვარა ვინა ფიგვე რა ხდება ბინი პროკურატურიდან მომწერეს თქვათ მოძანეთ მე ორი განყოფილებაშიო და ამოიცა დამაშავეო და ვინ დამაშავე უნდა მოვისმ რა ჯანაბა უნდა რა ვიცი სან მე რამე შეესწარე არა მაზელა გიდია ბიჭო რა ვიცი შენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა ხო მე ამეიცნოს მაგრამ უნდა მიხვიდე უეჭველი არა ძმა არ გედეერიო მაგარი მისვლის მე არა რატო ძმა არა და მაგიტო არ ვიცი არ დამინახე არ გამიგონია თუ როგორაა მაგი არა პასუხს იასნია ბებერ მაგრამ ახლა SMS-ი შენ მოგივიდა პერსონალურად და მე მოგწერე შენ მომწერე არა მე არ მომიწერია და ვიღაცამ ხომ მოგწერა ძმა პროკურატურიდან და ანუ ვალდებული ხარ რომ მიხვიდე ხო მე არ მივალ არ მაინტერესებს ვალდებული ვარ თუ არა და პრობლემა რო შეგექნას მე და რო დაგიჭირონ მაგის გამო მე რა მაინტერესებს ხო დამიჭირ რა უნდა დამიჭირონ არ ვიცი მე თქვენ და ვსიო ხო და მიდი და უთხარი ძმა მივიდე და უთხრა არა იგი მევიდენ აქ ბიჭო მე შენთვის ვამბობ ახლა პრობლემები არ შეგიქნას რა არა კომპიუტერ განსა ნერვულა შენ მაგაზე არა სტროკი არა მე რო გამსროგა რა აჯუნა გამსროგა არაფერი არ გამიგედებია დამიშავები არ დამინდა არაფერი რა შუაში ბიჭო იმენა ის მაიმუნები რო არიან მაგი ხარ ზუსტად სამივე ერთად ხარ შენ ჩემი ძმაკაცი თომა უსაყვარლესი კაცი ძმაო უდიდესი გულის პატრონი აქედან მოკითხვა ბოდიში ცოტა რო აგანერვიულე მაგრამ მე ვფიქრობ რომ ვაფშე არ ანერვიულებულ ხარ ვაფშე სუფეხებზე გეკიდა ჩემი ძმა ხარ დღეისათვის სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ ვიდეო იმედია გაერთეთ იხალისეთ ჩემსავით შეგიძლიათ მეგობრებო ნებისმიერ თქვენგანს გამოიყენოთ ეს საიტი იმისთვის რომ გაიხალისოთ დღე გაიხუმროთ თქვენს მეგობარს მიწეროთ მას ცხონის საგიშეთიდან თუნდაც ჯარის თემაზე ნებისმიერ რაღაცაზე მაგრამ არის რაღაცა წითელი ხაზები მაგალითად ბანკის სახელები ასევე არის პოლიციის სახელები პოლის ჯით არ მიდის SMS-ი ამიტომ გაითვალისწინეთ თუ პოლის ჯით გააგზავნეთ SMS საიტი SMS არ დაგისდასტურებს და ასევე არც ბანკის სახელები დაგიდასტურებს
ეუღრებენ SMS-ს. მაგრამ არის ბევრი სხვა საშუალება, რომ გაერთოთ, იხალისოთ, ამიტომ შედით საიტზე, ჩემი პრომოკოდი იქნება BEDBELA, თუ გამოიყენებთ პრომოკოდს, თქვენ გექნებათ 20%-იანი ფასდაკლება საიტზე, ამიტომ თქვენ იცით. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო, ავიყვანოთ ეს ვიდეო 2000 ლაიქზე, 2000 არაფერი არ არის 20000 ნახვაში და დარწმუნებული ვარ, ამ ვიდეოს უფრო მეტი ნახვა უნდა გქონდეს ეს დარიგით. გააქტიურეთ ზარისღილაკი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და გამოიწერეთ ჩემი გეიმინგ არხი, რომელიც რა თქმა უნდა აღწერაში იქნება. მე კიდე გემშვიდობებით დროებით.